საუბრობთ ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაუქმდეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ამ თემაზე სასაუბროთ გოგა ხაინდრავა შემოგვიერთდა სტუდიაში კონფლიქტების მოგვარების საკითხში ყოფილი მინისტრი, რომელიც დეტალურად ისაუბრებს ამ თემაზე. ბატონო გოგა, მოგესალმებით. მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოდით დავიწყოთ ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობით. რამდენად მნიშვნელოვანია რომ დღეს იქნას გაუქმებული ეს ადმინისტრაცია და მოგვიყევით ზოგადად რატომ გადაწყვიტა სააკაშვილის ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის ნაბიჯის გადადგმა? სამშვიდობისა გიორგობას გილოცავთ ყველას. დღეს ასწავლია საქართველოსთვის განსაკუთრებული ჩვენი მფარველია წმინდა გიორგი და მისი მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია 20 წელი ველოდებოდი ამ დღეს მინდა გითხრათ რა. იმიტომ რომ არანაირი სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არასოდეს არ არსებობდა, არ არსებობს და არ იარსებებს. ეს იყო აი როგორც კაენის ნიშანი ოკუპაციის საქართველოში. პირველი რაც გააკეთეს ბოლშევიკებმა, როცა შემოიჭრენ და დაიპყრეს საქართველო, ეს იყო აი ამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა. მინდა გითხრათ, რომ 1926 წლის აღწერით, საბჭოთა კავშირის აღწერით, 2 წლის მერე, 4 წლის მერე აი დაარსებიდან ცხინვალში ცხოვრობდა 4 ოსური ოჯახი. და ეხლა ოსები მე სკოლა ისე დავამთავრე, რომ არ ვიცოდი, რომ სხვადასხვა ხალხი ვართ. ჩვენი ეხლა არც ერთი იქ ოჯახი, მე ეხლა იქ 2 წელიწად-ნახევარი გავატარე, იქ ოჯახი არ არის შერეული ოჯახი რო არ იყოს რა. ეხლა ოსები ჩვენი ძმები არიან, ერთადერთი ერი კავკასიაში მართლმორწმუნე, ჩვენ მართლმადებელი და ჩვენი ურთიერთობები, ნუ საუკუნეებში მიდის, ეხლა თამარ მეფის მეუღლე იყო დავით სოსლანი, ეხლა რაზე ვლაპარაკობთ, ხო? ესა რასაც ჩვენ ეხლა აქ ვილაპარაკებთ, არაფერ კავშირში არ არის ქართველების და ოცების ურთიერთობასთან. ეს არის იმპერიული მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ოკუპაციის პირობებში, რასაც ჩადიოდა რუსეთი და რასაც მისი დამქაშები როგორც იქით, ისე აქით. ერთადერთი ოსეთი ანუ ალანია არსებობს ქედს გაღმა. მსოფლიო ისტორიაში არ არსებობს ისეთი მეორე პრეცედენტი, რომ ქედი ყოფდეს ქვეყანას 2 ნაწილად და ერთ ნაწილში ცხოვრობდეს 950.000 კაცი და მეორეში 40. წარმოუდგენელია. სანამ 1980 წელს გვირაბს კომუნისტები გვირაბს გააკეთებდნენ, როკის გვირაბს, მანამდე ალანიიდან, ვლადიკავკაზიდან, ძაუჯიკაო, რაც ოსურად რასაც ქვია, იქიდან რომ მოხვედრილიყავით ცხინვალის რეგიონში, ნახევარი საქართველო უნდა გაგევლო. ქარელში, გორში და კახეთში, შეუდარებლად უფრო მეტი ოსური ეროვნების წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, ვიდრე ცხინვალის რეგიონში და ყოველთვის ესე იყო. ამიტომ არანაირი პირობა იმის, რომ რაღაცა ფორმით, სახელმწიფოებრივი რაღაცა ფორმის იქ ყოფილიყო ერთეული არ იყო, ეს იყო წმინდა ოკუპაციის ნიშანი. აი გითხრეს, რომ დაგინაწევრებთ ამ ქვეყანას. ეგრეც მოხდა აჭარას შექმნეს მერე საერთოდ რელიგიური პრინციპი წარმოუდგენელი, აფხაზეთი, ზაქათალის ოლქი და ასე შემდეგ. აი გლიჯავდნენ ბოლშევიკები საქართველოს და ესე იყო სულ პირველი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში მოხდა, ზუსტად გამსახურდია გააუქმა ეს აბსოლუტურად აი ოკუპაციური სიმბოლო, ოკუპაციის სიმბოლო. ხო? მისი აღდგენა იყო იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც ბოლშევიკები ჩადიოდნენ საქართველოში და სააკაშვილი იყო იმ პოლიტიკის გამგრძელებელი, მისი ბიძა ფსბ-ს თანამშრომელი ალასანია. ეგ იყო დავალებას, რომელსაც ისინი ასრულებდნენ. მე ამის მომწრე ვარ, მიზან მიმართულად. 4-6 წლებში იკავებდნენ თანამდებობას და გაიხსენეთ რა სიტუაცია იყო, ურთიერთობები როგორ იყო და როგორ გაჩნდა ეს იდეა. აი ხა მინდა გითხრათ, რომ იმ მომენტისთვის რა საერთოდ ორ ნაწილად იყო სამშვიდობო, ორივე მეხებოდა მე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონიც. ცხინვალის რეგიონი ეუთოს ეგიდით მიდიოდა. ცხინვალში იყო ეუთოს მისია. ეუთოს მისიის ხელმძღვანელი იყო მონაწილე იმ შერეული საკონტროლო კომისიის, რომელიც ასე ვთქვათ, აი ამ რეგიონში, ოკუპირებულ რეგიონში ისე ვიძახე. ესე თუ ოკუპირებული რეგიონი, არანაირი სეპარატიზმი იქ არ იყო. იქ იდგა რუსული ჯარი, რომელსაც ჰქონდა დაპყრობილი ეს ტერიტორია და აკონტროლებდა ამ ტერიტორიას. ამ პირობებშიც კი მაინც მაშინ ასე ვთქვათ, საერთაშორისო თანამეგობრობას უწევდნენ ანგარიშს რუსები, ამიტომ ამ შერეული საკონტროლო კომისიის გადაწყვეტილებები იყო სავალდებულო რეგიონში ნებისმიერი
და ამას ხელს აწერდა, ესე იგი, ქართული მხარე, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ჩრდილო ოსეთი, ალანია, ანუ რუსეთის მხარე და წარმომადგენლობა იმის, რა ქვია, ვინც ცხინვალის აი ამ სეპარატისტული ადმინისტრაციის, ხო, მაგრამ ეს სავალდებულო იყო. როგორც კი მე საერთოდ არ მესმის, ის ზურას გადაწყვეტილება იყო, ზურას თხოვნით მოვხდი მე საერთოდ იქ ჟვანიას. აი პირველივე დღეებიდან, როდესაც რეალურად ძალიან კეთილგანწყობილი ურთიერთობა იყო უკვე იმ დროისთვის საზოგადოებაში, ქართველებსა და ოსებს შორის. ისევ ვიმეორებ, იქ ოჯახი არ იყო შერეული რო არ ყოფილიყო, ისე რაღაცა ეთნიკურად წმინდა ოჯახი არ არსებობდა. ამიტომ ერგნეთის ბაზრობა იყო, სადაც 4000 კაცი იკრიბებოდა ყოველ დღე. ეხლა შენ წარმოიდგინე, მაგად გაქართველები და ოსები ვინ კითხულობდა იქ ვინ არის. მაგათ გარშემო ოჯახები, ნათესავები, ინტერესები ჩათვალე რომ ყველა ერთად იყო ჩართული რაში? კეთილდღეობაში, ხო ეს ბიზნესი იყო, ხო ეს ერგნეთის ბაზრობა გააუქმეს. ხო, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეექმნა ადმინისტრაცია, აერჩიათ პრეზიდენტი და ასე შემდეგ. მანამდე მოხდა აბსოლუტურად უპრეცედენტო რამ. იმ დროს ძალიან კარგი ელჩი იყო ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოში. 2004 წელს 3 თვეში თებერვალში დამნიშნეს სახელმწიფო მინისტრად. ზაფხულში იყო მცდელობა შეერაღებული ძალების შეყვანის ცხინვალში და ამერიკის ელჩმა ზურამ და ამერიკის ელჩმა გააჩერეს ეს სიგიჟე. ამის კადრები არსებობს, თქვენ შეგიძლია ნახოთ, ხო? იმ დროს. მცდელობა იყო უკვე პირველი. ესეც ხო ნათელი იყო აბსოლუტური კრახისთვის იყო განწირული ნებისმიერი მცდელობა სამხედრო გზით ამ იმის პრობლემის გადაწყვეტის. იმიტომ რომ ხო აი ხა უკრაინა გაჩვენებს დღეს ვხედავთ, ხო? ვის უნდა დავპირისპირებოდით, წარმოგიდგენიათ, ახლა ჯერ ერთი ის კონტინგენტი, რომელიც იქ იდგა, ისიც იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ვერანაირი წარმატება სამხედროსთვის ვერ მიგვეცია და საერთოდ ვინ მოგცემდა ამის შესაძლებლობას და ამის უფლებას. მიზან მიმართულად ხდებოდა აი ზუსტად იმ გეგმის განხორციელება, რომელიც მოსკოვში იწერებოდა. ხო, ჯერ ჩატარდა არჩევნები, ხო? პირველი ნაბიჯი ეს. არჩევნები მერე ჩატარდა. მანამდე იყო გზა გახსნილი იყო, ავტობუსი დადიოდა გორსა და ცხინვალს შორის. მეცაც გეტყვით რა, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ელექტრომატარებელს ევლო. პრაქტიკულად ორი ქარხანა მუშაობდა, იქ ელექტრო რაღაცებს აკეთებდნენ და წყალს ყველაფერი გორში იყიდებოდა. ის ბაზარი ცხინვალში იყო გაერთიანებული. მოკლედ ყველაფერი იყო იმის წინაპირობა აბსოლუტურად შექმნილი იყო იმისთვის, რომ იქ მშვიდობა დამყარებული იყო, ხო და იმ ეტაპზე რუსეთის მხრიდანაც არ იყო ასე ვთქვათ განწყობა, ყოველ შემთხვევაში მე რასაც ვხედავდი მოლაპარაკების პროცესში, რომ იქ რაღაცა, იმიტომ რომ აბსოლუტური აბსურდია, ხო ჯერ ეს ავტონომიური ოლქია აბსურდი და მე საერთოდ დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი ხო ეხლა ნონსენსია რა ეხლა მინ დაიჯერებს თვითონაც არ ჯერათ ხო ამის მიზან მიმართულად მიდიოდა ამისკენ ესე იგი ავტობუსი მოდიოდა გორიდან ცხინვალში გააჩერეს მერაბიშვილის ბრძანებით ჩაიყვანეს გორის პოლიციაში და 70 კაცი მოკლეს ცემაში ოსები რა ცხინვალის მოსახლეობა და აი ეს ნაცემი დასისხლიანებული ხალხი ჩასვეს ავტობუსში და გაუშვეს ისევ ცხინვალში ბუნებრივია ეგ და პრესა რუსული და ეს იყო მთელ მსოფლიოს მოსდეს ეს ამბავი ეუთოში ჩაიწერა და აშემდეგ ამის გამო იძულებული ვიყავი მე დაურეკე სოზარ სობარი იყო მაშინ იმისი რა ქვია სახალხო დამცველი და ერთად ჩავედი და დავიარეთ ეს ყველა ოჯახები და აი ბუდო ახლა წარმოგიდგენთ რა იყო ამ ქცევის მიზანი ანუ რატოს ეს ადამიანი მიზან მიმართულად ხდებოდა მე იყო არ დამავიწყდება არასოდეს ევნევიჩი იყო ესეთი რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი თელს რუსეთის სამშვიდობო მისიები ბევრ ქვეყნებში იყვნენ და ერთ-ერთი ცხინვალში იდგა ხო იქ ესე იგი ეს სარდალი იყო თბილისში ჩამოსული, იყო დიპლომატიური მანქანით, რუსული დიპლომატიური მანქანა, მაშინ რუსეთის საელჩო იყო საქართველოში. თბილისიდან მოდიოდა და შემთხვევით ხო გესმის. აღმოჩნდა მის მანქანაში რატიანი იყო გვარად, სხვათა შორის სტასის კორესპონდენტი.
ამ მანქანას ალყა შემოარტყეს ოქროაშვილის ბრძანებით, უმტრევდნენ შუშებს და 40 წუთის განმავლობაში თავდასხმა მიდიოდა დიპლომატიურ მანქანაზე, როდესაც აბსოლუტურად ნათელი იყო, ის ბრონირებული მანქანა იყო და ვერაფერს ვერ უზავდი და ამ რატიანს პირდაპირ რეპორტაჟი მიყავდა მანქანიდან და ეუბნებოდა, აი ნახეთ, ეხლა მიდის თავდასხმა, ამის გამო საპროტესტო ნოტა მივიღეთ, ეს ვენის კონვენციის უხეში დარღვევა იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინმე ურჩევდა ქვეყნის ფარგლებს გარედან ასეთი პოლიტიკის გატარებას თუ იყო რაღაც დაპირება რომ შეიძლება მე მინდა გითხრათ ეხლა ეს ნათქვამი მაქვს მაგრამ არ იმედია რომ აი ეს საგამოძიებო კომისია რომელმაც ძალიან სერიოზული კვლევა ჩაატარა რა ამას ყველაფერს დაადასტურებს სააკაშვილი იყო მოსკოვის პროექტი და მე მინდა გითხრათ რატო ნუ ეს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუცია რომელიც დღეს 23 ნოემბერია მე ვიყავი დილას იქ მიტინგზე, იმიტომ რომ იმ მომენტში კიდე მეც მჯეროდა რომ იქ რაღაცა ახალი თაობა მოვიდა, ჩამოფრინდა ივანოვი. საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის. დილით შევიდა შევარდნაძესთან, რომელიც არაპირებდა გადადგომას და ეს ნამდვილად ვიცი რომ არაპირებდა არანაირად გადადგომას, 2 საათი ილაპარაკეს, იქა გამოვიდნენ იქიდან და შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. მე არ ჩემ ფილმშია შესული, არასოდეს არ დამოვიწყდება ესეთ გრძელი მაგიდა თავში ზის ივანოვი, მარჯვნივ შევარდნაძე, აქ იცხედან სამეული ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი და იქ ათქმევინა რომ მე მივდივარო. ზუსტად შემდეგ გიორგობაზე 6 მაისს დაიწყო ვარდების რევოლუცია აჭარაში. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, მე ვიყავ ერთადერთი მინისტრი მაშინდელი, რომელიც ბათუმში შესვლა მოახერხა და ვხედავდი იქ რა იყო შეიარაღებული ძალები, სამხედრო ჯგუფები იყო გამოსული ქალაქში. ის საზღვარიც მაშინ ჭორო იმაზე გადაკეტილი იყო და რუსული სამხედრო ნაწილი დიდი ძალიან იდგა იქ, რომელიც პირდაპირ ღიად უჭერდა მხარს იმას რა ქვია ასლან აბაშიძეს და აიც კიბზე იყო რომ დარჩენ იქ შეიძლებოდა ის დაწყებულიყო შეიარაღებული კონფლიქტი. ჩამოფრინდა იგივე ივანოვი, ჩაისვა იმაში რა ქვია თვითმფრინავში ასლან აბაშიძე და წაიყვანა მოსკოვში და მაშინ მე ვახდი პირველი ვიზიტი სააკაშვილის იყო მოსკოვში პუტინთან შეხვედრა, როცა თვალებში ჩახედა და გამოგვიცხადა რომ ამ კაც საქართველოს უყვარსო, მე მის თვალებში დავინახეო. ესე იგი მიზან მიმართულად, აი რომ გამოყვეთ აი ეს მთელი, ასე ვთქვათ, ეს ჯაჭვი, აი ამის რომ შევაერთოთ ერთად და მე იმედი მაქვს, რომ ეს კომისია შეერთებს და სასამართლო ამას ყველაფერს, ასე ვთქვათ, ლოგიკურ საფუძველს უპოვის, მივალთ იქამდე, რომ ჩემი მოხსნის მერე პირველი რაც გააკეთეს, გააუქმეს შერეული საკონტროლო კომისია. ფაქტიურად ერთადერთი ორგანო, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ იქ მშვიდობა რაღაცა და ხშირად იყო შემთხვევები იქ სულ იყო აქედან დარღვევების როლები და ნუ ჩვენი ასე ვთქვათ ერთად მუშაობა ეუთოს ეგიდით გვაძლევდა შესაძლებლობას რომ აი ეს რაღაცა პრობლემები იქ მშვიდობიანად დარეგულირებული იყო არ გახსოვთ ალბათ თქვენს უყველას ეს 50 კაცი რო გააგზავნეს იქა ვითომ შეიარაღებულები დაცვის პოლიცია იყო ჩააწვეს სამხედრო პოლმები ისინი გრანატამეტები და ავტომატები მიცეს ამ დროს საერთოდ საქმის გაგებაში არ იყვნენ ამ საქმის და იქ დააკავეს მაშინ და მუხლებზე დააყენეს ცხინვალის ცენტრში და ეს თელი ამბავი იყო და მე მაშინ ჩავედი იქ ცხინვალში და მოკლედ დიდი ამბიციის ამით რა მოხდა საკომუნიკაციო არხები დაიხურა და თანამშრომლობის ფორმატი აღარ არსებობდა მოამზადეს 2008 წლის აგვისტო მოამზადეს და 2008 წლის აგვისტო რომ მომზადებული იყო ამაზე ძალიან მარტივი აქ ამას ბევრი ცოდნა არ ჭირდება ყოველ წელიწადს რუსეთი ატარებდა წვრთნას კავკას 2005-2006 ის წელს იყო კავკას 2008 იქვე, აი, ქედს გადაღმა, ჩაატარეს, იქიდან წამოვიდა მთელი სამხედრო ნაწილი, დაქოქილი ტანკები იდგა როკის გვირავთან. იქიდან გვირეკავდნენ, ის დვალეთია. იქ დვალები ცხოვრობენ, ქართველები არიან. აი, პირდაპირ ვლადიკავკაზიდან რო გამოდიხარ, სანამ დარიალის ხეობაში შეხვალ, უკანასე ის დასახლება არიან დვალები, დვალეთი ქვია. გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ რომ აი აქ დგას კოლონები სამხედრო დაქოქილი ტანკებით ელოდნენ ნიშანს რომელიც სააკაშვილმა მიცა 2007 წლის 7 აგვისტოს 2000 წლის 7 ოლიმპიადის დაწყების დღეს მე არასოდეს არ დამავიწყდება კადრი როდესაც
ბუში და პუტინი ერთად მოდიან და აი ამაზე და პუტინიო და ის ხელებს მაშინ ეუბნება რომ აი თავს დაესხნენ რომ მშვიდობიანი მოსახლეობის გაუხსნეს ცეცხლი და ეს ისი როგორი ზღაპარია რაც ჩვენ ახლა გვესმის იმიტომ რომ ის მისია რომ დაეხველებინა ვინმე სხინვალში ან თამარაშენში იმასაც იწერდა ის მისია იმ მისია იქ იჯდა ეუთუს მისია რომელიც ყველა გასროლას ყოველთვის ეგ ცნობილი იყო ყოველთვის ჩვენ ღებულობდით ანგარის სად ვინ გაისროლა სად ვინ რაღაცა გააკეთა სად დაარღვია და ეხა გრადებით რომ ცეცხლი გაიხსნათ სხინვალის მიმართულებით ის როგორ ფიქრობ არ იქნებოდა დაფიქსირებული წუთებში წამებში და ამ ეგრეთ წოდებულმა ადმინისტრაციამ და იმ საზღვრებმა, ეგრეთ წოდებულმა საზღვრებმა, რომელიც მერე შექმნეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს, პრინციპში გამოიწვია ის, რომ ფორმალურად ოკუპანტ მხარეს მიეცა საშუალება, რომ მათ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაეკავებინათ. ეს უკვე დაგვირგვინებაა ამის და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ყოველთვის ვიძახდი, რომ ის ხელისუფლება უნდა იყოს გასამართლებული სამშობლოს ღალატზე პირველ რიგში არანაირი ის მეორე ხარისხოვანია რომ იკიპარავდნენ ფულს და რაღაც რასაც აკეთებდნენ თავარი არის შენ წარმოიდგინე რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სადაც უცხო ქვეყნა აი ხო ეკითხებიან რუსეთი ოკუპანტია სულ ხო ის ქონდათ რომ აი ოკუპირებული ტერიტორიაზე ჩაატარეს არჩევნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი სამხრეთ ოსეთის არ ყოფილა ის იყო ოკუპირებული ტერიტორია რუსი ოკუპანტების მიერ სამხედრო ნაწილები იდგა იქა ყველა ის ადამიანი რომელიც ჩაწერეს სიაში რომ ვითომ მორჩევნებში მიიღო მონაწილეობა არანაირი არჩევნები არ ჩატარებულა შეადგინეს სიები ვინც იქ ცხოვრობდნენ მოსახლეობის ასაკსვი და მიუწერეს რომ ვითომ ხმა მიცეს ყველა იმ ადამიანი გაწირეს ციხისთვის ის იყო კონსტიტუციის და კანონის დარღვევა პირდაპირ დღეს ეს სიები რომ ამოიღო ყველა ის ადამიანი უნდა იყოს დაპატიმრებული კანონი უმძიმესი დანაშაულის გამო იმიტომ რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აირჩიეს პრეზიდენტი შენ წარმოგიდგენია ამაზე დიდი ღალატი რა უნდა იყოს როდესაც იმ აი ვიშის თავრობა რო იყო გერმანიის დროს აი პარიზელი კაჯუნას მშობლები რო ემსახურებოდნენ ხო ვიშის თავრობა აი ეგ იყო მაგის გულისთვის კოლაბორაციონიზმი ქვია იმას რომ მაგის ისინი დაისაჯენ ყველანი საფრანგეთში ამის გამო და სხვა ქვეყნებში დანიაშიც და ბელგიაში იყვნენ თავრობები რომელიც ემსახურებოდნენ ოკუპანტს ამათმა აირჩიეს თავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია საერთოდ ხო რასაც ჩვენ ლაპარაკობთ და მეცაც გეტყვით ეს არ იკმარეს და ის ტერიტორია რომელიც არასოდეს არც ერთი არც რუსეთის დროს არც საბჭოთა დროს არც არანაირ დროს არასოდეს არ შედიოდა აი ამ წარმონაქმში რა აი კაენის ნიშანს რასაც ვედა ის მიუმატეს ახალგორის რაიონი ისევე როგორც იმაში აფხაზეთში ზემო აფხაზეთი დაარქვეს არასოდეს იმ ტერიტორიას იქ საერთოდ სანამ ოქროაშვილმას აი ის არ ჩაიდინა და სააკაშვილს რა ჩაიდინეს იქ არც ერთ უცხოელ დამპყრობელს ფეხი არ შეუდგია არასოდეს კოდორის ხეობაში და ყველა საინტერესო რა იყო იცი აფხაზები და რუსები შევიდნენ ახლა იქ რის აფხაზები რომ შევიდნენ საწყობებში ამერიკული არაღი სულ ახალი აღმოჩნდა იქ და რა უნდოდა იქ ამერიკული არაღი ხორმე აი ეგ არის ეხლა ის ამას რომ მიზან მიმართვა იმედი მაქვს რომ სასამართლო ამაში ყველაფერში გაირკვევა და აი თეა წულუკიანის და აი ამ ეს კომისიამ ძალიან დიდი შრომა გაწია ძალიან მეც ვიყავი იქ მიწვეული და ამაზე ყველაფერზე ვილაპარაკეთ ეს არის პირდაპირი ღალატი პირდაპირი ღია დაუფარავით ან იცით როგორია ხელის გულზე როდევს რომ ამას დიდი სიღრმე და ანალიტიკო და აი რასაც ჩვენ ვიძახით რომ მოვყვეთ ნაბიჯ 2004 წლიდან როდესაც ხელისუფლებაში სააკაშვილის ეს დანაშაულებრივი რეჟიმი აი ნაბიჯ 2008 წლის ომამდე როგორ მიიღო კონფლიქტამდე რა ომი ის იყო დღენახევარში დამტავდა ბატონ გოგა და ეხლა ნაციონალები ბუნებრივი აქტიურობენ და ამბობენ რომ დღეს სამგადაწყვეტილების მიღება ეს არის დაკვეთა მოსკოვიდან და მეორე მხრივ ეს არის გზავნილი რომ ჩვენ აღარ გვაინტერესებს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ლაპარაკობს ეს აი ამ რეგიონში ყველა პატრონის მსახური რო არის რა სადაც ბევრს აძლევენ იქ რომ ირბის ხოლმე რა მე მაინტერესებს ლოგიკა მოსკოვის დაკვეთა რატო იყო ის რაც თვითონ შექმნა რაც აღიარა მთელ მსოფლიოს აძალებს სირიას გვატემალას ვიღაცებს აძალებს რომ ცნონ რატო მოგცემდა შენ შეკვეთას რომ გააოქმო
ეგ სალომე სამადაშვილის და ამ პარიზელი ქაჯუნის დონის ლოგიკაა, რომ რუსეთი, რა რუსეთი? რუსეთმა ერთადერთი რაზეც დგას სამხრეთ ოსეთის რაც გინდა, რა ქვია მაგას, გინდა ავტონომია, გინდა რამე, რუსეთზე დგას და რატო გააუქმებდა? რატო მოგცემდა ეგეთ შეკვეთას? ეგეთ შეკვეთა რომ დომოდა თვითონ გააუქმებს და მორჩა. შენ რატო დაგავალებს ამას, რომ წიყოს ესეთი ურთიერთობა? ესეთი ურთიერთობა რო არ არის, ამაზე მეტყველებს ყველა ნაბიჯი, რომელსაც ახორციელებს რუსეთი, გინდა აფხაზეთში და გინდა ცხინვალის რეგიონში. რომელსაც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საბოლოოდ ეცადოს ყოველ შემთხვევაში, რომ მოწყვიტოს საქართველოს ეს ორივე რეგიონი. ჩვენ ძალისხმევას დეოკუპაციის პოლიტიკას რამენერად აკნინებს ახლა ადმინისტრაციის გაუქმება. არავითარ შემთხვევაში პირიქით ჩვენ დაუბრუნდით პირველნელ მდგომარეობას. აბსოლუტურად მთელი მსოფლიოსთვის. ახლა რუსებისთვისაც ნათელი იყო, ახლა ხო გეუბნები 102 კონტაქტი ქონდა აი ამ ორივე იმაში, მოლაპარაკებები, შეთანხმებები, ეს კომისიის ხდომები და ამავდროულად და ამავდროულად. სიცილად არ ყოფნიდა თვითონაც. ახლა ხო არის გარდა იმ ოფიციალური ურთიერთობის, ახლა 50 ჯერო შეხვდები კაც, ხო? ახლა თან ხან საათ, ხან ჟენევაში, ხან ვენაში, ხან ცხინვალში, ხან თბილისში, ხან მოსკოვში, ნუ რაღაც ისეთი ურთიერთობების ხო ყალიბდება. ახლა დიპლომატია მარტო მაგიდასთან ხო არ არის, აი ესე იძახნერი. ის კი არა, მეც გეტყვით, სანაკოევი ვინც იყო, ოღონდ იმისი პოლიტბიუროს წევრი იყო და მე ალანიის პრეზიდენტი იყო. იმასთან ქონდა, იმასთან შეთანხმება, ზურამ იმიტომ მოკლეს, ზურამ მოიშორეს. ერთადერთი ვინც ასე ვთქვათ, რეალურად უყურებდა ამ ამბებს და სახელმწიფოებრივად უდგებოდა საკითხებს იყო ზურა ჟვანია. და მე სანაკოევთან ვიყავე მაშინ მთელი ეხლა ამ მოკლე გადაცემაში მე თუ გინდათ იმას პროექტს მოგიტანთ, რაზე ვიყავით შეთანხმებული სანაკოევთან. გზის გახსნები და ნუ მთელი ამბები ეცინებოდა. რის სამხრეთ ოსეთი ზახტა რა სამხრეთ ოსეთი. გასაგები. დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა. კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იყო ჩვენი სტუმარი.